დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი ეროვნული საგანძურის ერთ განსაკუთრებულ ნიმუშს. ეს გახლავთ ხახულის კარეტი. ხახულის კარეტი დაკავშირებულია ხახულის მონასტერთან, რომელიც დღეს თურქეთში ისტორიული ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ფიქრობენ, რომ ხატი შექმნილია ჯერ კიდევ დავით კურაპალატის დროს. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ ხახულის კარეტი ასოცირდება დავით აღმაშენებელთან და გელათთან. ხახულის ღვთისმშობელი წარმოადგენს სამკარედიან ხატს, რომლის ცენტრში ტიხრული მინანქრის ტექნიკით შესრულებული მავედრებელი ღვთისმშობლის სახე და ხელები ჩანს. უნდა ითქვას, რომ ეს ტიხროვანი მინანქრის ალბათ ყველაზე დიდი ნიმუშია ოქროზე შესრულებულ ძველ მინანქრებს შორის. მავედრებელი ღვთისმშობლის ხელების პოზიციის შესატყვისად კარეტის მოჭედულობაზე ცენტრალური ხატის ბუდის ზედა მარჯვენა კუთხესთან მოთავსებულია მცირე ზომის ფირფიტა ქრისტე პანტოკრატორის ფროდალური გამოსახულებით. სწორედ მისკენაა მიმართული ღვთისმშობელი. ისტორიის მანძილზე ხახულის კარეტს არაერთი შემოწირულობა ჰქონდა, როგორც დავით აღმაშენებლის, ისე მისი ვაჟი დემეტრესი. ასევე ცნობილია თამარ მეფის შემოწირულობა, რომელიც გარკვეულწილად აღნიშნავს შამქორის დიდ გამარჯვებას. მე-19 საუკუნის შუაში, იმ დროს, როდესაც საქართველო გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი, მოხდა ხახულის ხატის გაძარცვა. შემდგომში კიდევ ერთი დიდი ძარცვა იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში და ამის შემდეგ ხახული დანაწევრდა და მისი ცალკეული ნიმუშები დღეს მსოფლიოშია მიმოფანტული. ხახულის დიდი ნაწილი რუსეთში მოხდა და უნდა ითქვას, რომ შალვა ამირანაშვილის მეოხეობით 1923 წელს ხახულის ნაწილები რუსეთიდან დაბრუნდა საქართველოში. ხახულის კარეტზე შემორჩენილია როგორც მხატვრული გამოსახულებები, როგორც რელიგიური სცენები, ასევე ცალკეული ისტორიული პიროვნებების გამოსახულებები. ძალიან საინტერესოა აქ ვაზის სიმბოლოს დანახვა. ვაზის გამოსახულება შესაძლოა გახლავთ ინსპირაცია დემეტრე პირველის მიერ შექმნილი საეკლესიო საგალობლის შენ ხარ ვენახი. ეს ხატი გარკვეულწილად მინანქრის ერთგვარი მუზეუმია. მთლიანობაში 200-ზე მეტი ძვირფასი თვალი და ჭვირული ვარდულია შემორჩენილი. მინანქრებს შორის არის სიუჟეტური გამოსახულებები, ხარება, ჯვარცვა, გვირგვინ კურთხევა და წმინდანთა ფიგურებიც. ხახულის კარეტზე შემორჩენილია ასევე ასომთავრული წარწერა. ასომთავრულ წარწერაში ნახსენებია ღვთისმშობელი და რმა, ასევე მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ვაჟი დემეტრე, რომლებსაც უკავშირებენ ბიბლიურ მეფე დავითსა და მეფე სოლომონს. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ხატის ზედა ნაწილზე დამაგრებული სწორკუთხა ფირფიტა ბიზანტიის მეფე დედოფლის გამოსახულებით, რომლებთაც ზეციდან გვირგვინებს უკურთხებს მაცხოვარი. სავარაუდოდ ეს ბიზანტიის იმპერატორი მიქაელ მე-7 დუკა და მარიამ მართა ბაგრატიონის წყვილია. ხახულის ისტორია გარკვეულწილად არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაც და ის რომ ხახულმა გაუძლო ყველა ეპოქას, მიუხედავად როგორც მტრის შემოსევისა, ისე ბარბაროსული დამოკიდებულებისა, ისე უბრალოდ ავაზაკების მიერ გაძარცვისა, ის კვლავ რჩება და დღესაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგანძურს.